მოგიყვეთ საქართველოს წარმატებაზე ევროპაში. რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი ევროპის ჩემპიონია. ევროპის ყველაზე მასშტაბური საგუნდო კონკურსი, რომელშიც 35 ქვეყნის 130-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა და უკალავი შრომის წყალობით რევაზ ლაღიძის გუნდი წარმატებით წარსდგა კონკურსზე. საერთაშორისო ჟიურის წევრები მოინუსხნენ და აღთოვანებულები დარჩნენ გუნდის ნიჭითა და პროფესიონალიზმით. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის 30 წლიან ისტორიაში პირველად სცენაზე აშკერდა საქართველოს ჰიმნი. უფრო მეც გამარჯვებამდე მათი გზის შესახებ მარიამ იმედაშვილის და ზაზო ძიგოშვილის სიუჟეტიდან გავიგეთ. რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდმა საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობის ტიტული. და ჩვენ ჩემპიონი გოგონები ვართ. Gold medal. ლაღიძე ამაყად შემილია ნამდვილად თქვა, რომ რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი დღეს ევროპის ჩემპიონია, მაგრამ აქამდე ამ ჩემპიონობას საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ. როგორც კი უკვე მივიღეთ ჩვენ მოწვევა, რომ ევროპის ჩემპიონებზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა, დავიწყეთ უკვე სერიოზულად რეპერტუარზე მუშაობა, იმიტომ რომ კონკურსი ითვალისწინებს მათ მიერ მოწოდებულ რეპერტუარს. ძველი ეპოქა, კლასიკოსი კომპოზიტორების, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის კომპოზიტორების შემოქმედება და ერთი იყო თავისუფალი. ქართველებიდან წარმოვადგინეთ ორი ჩვენთვის, აი ბუმბერასი კომპოზიტორი იოსებ კეჭაღმაძის არცა სიმძის, არცა დიდების თხოვნა არ მინდა, ან მეორნაირად მას მამაოჩვენო ეწოდება და ჩვენი თანა ბათუმელის მინდია ხითარიშვილის ლოცვა აღმაფრენს, რომელიც ეს ნაწარმოები არის ჩემი ყველა თაობის სავიზიტო ბარათი. რეპერტუარი იყო ძალიან რთული, არა ბავშვებზე გათვლილი, ცოტა უფრო დიდი აკადემიური გუნდებისთვის გათვლილი და ამანაც განაპირობა, რომ არასრულწლოვან მოსწავლეებმა შეძლეს ამ რეპერტუარის დაძლევა. ყოველი პროცესი მოითხოვდა ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. ეს ნამდვილად ტიტანური შრომის შედეგია. ჩვენ ერთად ჩავდევით სული, გული, ქართული სულისკვეთება და ამან განაპირობა ეს ძალა ერთობაში. ყოველდღე ქონდა 6 საათიანი რეპეტიციები, რადგან ღირდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდით. ძალიან კარგად ვიღეთ მსმენელის წინ და ველოდით რომ გავიმარჯვებდით, მაგრამ ამდენ ჯილდოს არ ველოდით. როგორც მშობელი ვარ ამაყი და ბედნიერი და როგორც მსმენელი ვარ აღფრთოვანებული, იმიტომ რომ მართლა გამოირჩეოდნენ ჩვენი გოგონები. ეს იყო მერწმუნეთ ურთულესი გამოცდა. ყველაფერი იყო მართლა იდეალური და ეს ჩანდა კიდევაც და ჟიურის არ გამოპარვია ნამდვილად. მადლიერი ვართ, ჩვენი ბავშვები შეუძლებელი შეძლეს. აი ამ ხელა წარმატების ფონზე რომ ყველგან ჩვენი დროშა ფრიალებს და ყველანი მოდიან და გილოცავენ, სხვა მხრივ კიდევ უფრო მეტ ემოციას და ბედნიერებას იწვევს. კატეგორიის გამარჯვებული და ჩემპიონი გახდა და რამოდენიმე წამი პაუზა და მხოლოდ გულის სემა ისმოდა ყველას დარბაზში და ამ დროს ცხადდება რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდი საქართველო. ეს იყო წარმოუდგენელი ემოცია. ავარდით სცენაზე ყველა და ვიღებთ საქართველოს ჰიმნი და გავაჟღერეთ მთლიან დარბაზში. ასოცდაათი გუნდიდან მხოლოდ 5 გახდა ევროპის ჩემპიონი და ამ 5-ში ხარ შენ საქართველო. ეს იყო რაღაცა ოცნების ახდენა. ის რომ ძალიან ამაყი ვარ, ის რაც ჩვენს თავს ხდება და ჩვენს გუნდის ისტორიაში, კიდევ უფრო ამაყი ვარ, იმიტომ რომ უცხო მიწაზე შევძელით, რომ საქართველოს ჰიმნი აგვეჟღერებინა.
უკვე მივიღეთ მიწვევა მსოფლიო საგუნდო კონკურსზე, რომელიც გაისად აგვისტოს 16-ში ჩატარდება შვედეთში და ეს ყველაფერი არის დასაწყისი ჩვენ ვემზადებით უკვე მსოფლიო საგუნდო კონკურსისთვის, რათა ისეთივე ემოციები განვიცადოთ, რაც ევროპის საგუნდო ჩემპიონების კონკურსზე.